პირველი მოთხოვნა ეს არის, რომ გასაჯაროვდეს ხელშეკრულება და ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ და ქართულმა ხალხმა უნდა იცოდეს, რა წერია ამ ხელშეკრულებაში და არ უნდა ვიგებდეთ ამას რაღაც სარეკლამო რგოლებიდან, რომელიც ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. მეორე, ეს არის, რომ დაიწყოს ამ შეთანხმება ხალხთან და საჯარო განხილვები, როგორც ხდება დიდი პროექტების და რა დროსაც სახელმწიფო ვალდებულია ხალხს აუხსნას ეს და მოისმინოს მათი უკავშირი და მესამე არაფერი არ განხორციელდეს ამ ტერიტორიებზე, სანამ საზოგადოების თანხმობა არ იქნება ამ პროექტებზე. თითქოს და რაღაც 6 მილიარდიანი ინვესტიცია ხორციელდება ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ მე მინდა აუთხრა და საზოგადოებას აუხსნა, რომ ჩვენი პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის კი არ არის, რომ აი ამ ქვეყანაში რაღაც ინვესტიცია პირიქით 13 წლის განმავლობაში მე ქართული ოცნების რაღაც ნორმალური ინვესტიცია მე არ მახსენდება, მით უმეტეს 13 წლის განმავლობაში ისინი ვერ ამთავრეს, აი ხელისუფლება რომელიც ზარზმა ხულოს მონაკვეთს 13 წლის განმავლობაში ვერ ამთავრებს, არ ამთავრებს ის აი წარმოუდგენელია რომ მან რაიმე სახის ინვესტიცია განახორციელოს და მით უმეტეს თუ ასეთი კარგი ასე ვთქვათ ინიციატივა აქვს და სარგებლის მომტანი არის ჩვენი ქვეყნისთვის რატომ ალოენ და რატო არ ასაჯაროებენ იმ ხელშეკრულებას რომელიც არაბულ მხარესთან აქვს დადებული როცა სადაც აი ჩვენ აი მართლაც აი ყველანაირად ახლა მე ქართველი კაცი არ მეგულება ამ ქვეყნის მოქალაქე მით უმეტეს ისეთი გაჭირვებული ქვეყანა როგორც საქართველო არის რომ თუ რაიმე სახის ინვესტიცია აკეთება ყველანაირი ინვესტიციას რომელიც სარგებლის მომტანი იქნება მივესალმები კარგი საჯაროა ის დეტალები რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის თუ შენ რაიმე წესი რაღაცას მიკეთებ ამ ქვეყანაში ხო მაშინ გამისაჯაროე რატომ იმალავ ამ ყველაფერს ესე იგი გამოდის რომ რაღაც არ არის ისე როგორც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ უნდა იყოს გაკეთებული